მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერება. ეს ბოლო პერიოდია დროს სხვა რაღაცებს დავუთმე და YouTube-ი არის გამხსენებია, რადგან სადღაც ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა, რომ მრავალი ინტერესი კარგია და იმასაც არ აუშვებს, თუ მრავალი ინტერესის გამო იმ ერთ ძირითად ინტერესს, რომელთაც ძალიან ხარ დაინტერესებული, ცოტა ხნით მიატოვებო. ამიტომაც მე ჩემს ამ მრავალ ინტერესს გავყევი, რადგან გამიტაცა და ამ ჩემს ძირითად ინტერესს, ანუ იუთუბერობას, რომელიც ჩემი კარიერაა, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია, ცოტა ხნით თავი დავანებ. და მინდა გითხრათ, რომ ეს ბოლო პერიოდი მე დავუთმე ხატვის შესწავლას. ხატვა დავიწყე. ჩემი ინტერესი ხატვა ყოველთვის იყო, რადგან ხატვით სხვანაირად აღიქვამს ადამიანის სამყაროს ხატვის დროს, სხვანაირად გამოხატავს საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს, წერისგან და ლაპარაკისგან განსხვავებული მეთოდია ხატვა. ცოტა მიწვდომელი, ცოტა მისტიკური და საუბედუროდ არასოდეს მიფიქრია, რომ მეც შემეძლო რომ დამეხატა, იმიტომ რომ როცა ვცადე რომ დამეხატა, არასოდეს არ გამომივიდა რომ დამეხატა. ნელ-ნელა ამ სწავლის და შესწავლის პროცესში მივხვდი, რომ მთავარი არ არის სწორად ხატვა, მთავარი არაა პროპორციების დაცვა და მთავარი არ არის ხატვაში ხატვა. ხატვაში მთავარი არის ის, რომ უნდა მოეშვა. ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ხატვა პროფესია არა, რომელიც ხატვის ნიჭით არ დაიბადა და რა ვიცი 2 წლის ასაკიდან არ ხატავს რაღაც შესანიშნავ პეიზაჟებს, ჩვეულებრივი მოკვლევებისთვის, ისეთი როგორც მე ვარ და ჩვეულებრივი მოკვლევებისთვის ხატვა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. და გაგიკვირდებათ და კაცუნების ხატვა არ შემეძლო. მივხვდი, რომ მე მხატვარი ვერ ვიქნები, თუ ასეთ მარტივ რაღაცას ვერ ვხატავ. ვიპოვე შესანიშნავი გზა, როგორ უნდა დავხატო კაცუნები. დღეს ჩემო ძვირფასო 47 დღეს არის თქვენი ბედნიერი დღე, რადგანაც მე გასწავლით როგორ უნდა დახატოთ კაცუნები. ჰაი! პირველი და მნიშვნელოვანი, რაც კაცუნების ხატვისას უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ კაცუნების ხატვასაც აქვს თავისი წესები. დაგიხატავთ კაცუნების ისეთ მაგალითს, როგორსაც უმეტესად ვხატავდი მე. პირველი რაც კაცუნების ხატვისაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ კაცუნები არ უნდა დახატოთ ასე. თუ გსურთ რომ თქვენი კაცუნები გამოიყურებოდეს ასე, კი ბატონო, მაგრამ მე თქვენ გასწავლით მხოლოდ სხეულის ენით, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენმა კაცუნამ თქვას მაგალითად, აი ეს. დავხატოთ გაოცებული კაცუნა. ნახეთ, ეს კაცუნა ნამდვილად გაოცებულია. ახლა მე თქვენ აგიხსნით ძალიან მარტივ წესს, რომელსაც თუ გაყვებით, თქვენი კაცუნები იქნება იდეალური. თავი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ კაცუნების ხატვისას არ გვაქვს მხოლოდ აი ეს ორი შეერთების ადგილი. ერთი ეს და ერთი ეს. კაცუნას უნდა გქონდეს 4 შეერთების წერტილი. გაჩვენებთ. დავხატოთ მართკუთხედი. ეს არის ჩვენი კაცუნას სხეული. ტორსო. 4 შეერთების წერტილში იგულისხმება მართკუთხედის კუთხეები, ხრები და ეს თეძურები. ხელები არ იქნება მხოლოდ აი ასეთი ერთი სწორი ჯოხი და არც ფეხი იქნება ერთი სწორი ჯოხი. ხელების დახატვისას უნდა შევძლოთ ამ ჯოხის გატეხვა. უნდა გავტეხოთ ჯოხი მაგალითად ახლა ეს მეცადინეობა გადმოვიტანოთ პრაქტიკაში. დავხატოთ დოინჯ შემორტყმული კაცი. ნახეთ. ახლა ამ კაცუნას შემიძლია რომ გოგონაც მივუხატო. გაითვალისწინეთ, რომ გოგონას სხეული არა მართკუთხედი, არამედ სამკუთხედია. და მისი შეერთების წერტილიც არის 3 და იმ ერთი შეერთების წერტილიდან უნდა გამოიზარდოს 2 ხელი. გულისხმობ აი ამას. გაბრაზოთ ცოტა გაბრაზებული გოგონა.
აი ეს გოგო გაბრაზებულია რა. მეც არ ვიცი რა არის, მაგრამ რაღაცას ამბობს. ხვდებით ხო? არ არის აუცილებელი რომ თქვენი კაცუნები იყოს იდეალური, არა აუცილებელი რომ იდეალურად დახატოთ ყველა ჯოხი და იდეალურად დახატოთ სამკუთხედი და იდეალურად დახატოთ წრე თავის ნაცვლად. ნამდვილად არა რომ თქვენი კაცუნები რაღაც ისტორიას ყვებოდნენ. კაცუნების ხატვა და დახატეთ კაცუნები.